მოგესალმებით. მედიაკავშირი ობიექტივი აგრძელებს საუწყებლობას პირდაპირ ეთერში, გადაცემით კვირის მოვლენა. გადაცემის წამყვანი გახლავართ მე ზაზა კვიცარიძე. თქვენ გვისმენთ რადიო FM 105-დან 0-ზე. ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტის საშუალებით. მისამართზე www.objektivi.net. ჩვენი სტუდიის ტელეფონია 2-388-105. ვიმეორებ 2-388-105. გარდა ამისა, დაგვიმეგობრდით Skype-ში, აკრიფეთ ლათინური ასოებით ობიექტივი და პირდაპირ ეთერში შემოგიყვანთ. შემოძვირფაზონ მსმენელო და მაყურებელო, როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ოლშაბათს საქართველოს დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი და ამის თქმის უფლებას მემაძლევს ამორჩეველთა ხმების ის რაოდენობა, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო ბატონი ბიზნე ივანიშვილის დასახელების მინისტრთა კაბინეტის ქართულმა ოცნებამ ბატონი ბიზნე ივანიშვილი დაასახელეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, რომელმაც ჩვენი სამშობლო უნდა მოიყვანოს სრულ წესრიგში, რასაც ბატონი ივანიშვილი გვპირდება. ჩვენ ჯერჯერობით არანაირი მიზეზი არ გვაქვს მის სიტყვას არ ვენდოთ. ადამიანმა თავისი დაპირება პირნათლად შეასრულა. მე თავისუფლებას მივცემ და შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მის მიერ დასახელებული კანდიდატებით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილო იყო, მაგრამ ხმა მაინც ოცნების კანდიდატებს მიცეს. იმდენად დიდი იყო ლიდერის ავტორიტეტი. რატომ გავამახვილე ახლა ამაზე ყურადღება? ამჯერადაც მის დასახელებული კანდიდატები შეიძლება ბევრს არ მოგვეწონოს. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ იაქტიუროთ დარეკოთ ჩვენს პირდაპირ ეთერში შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ნომერს 2-388-105 ვიმეორებ 2-388-105 და დაასახელოთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენი აზრით იმსახურებენ თავისი ცოდნით და გამოცდილებით მინისტრის პორტფელებს. ახლა კი მე ჩამოგითვლით სამინისტროებსა და დაველოდებით თქვენს ზარებს. გთხოვთ იაქტიუროთ, წინ ერთი ღამე გვაქვს და სრულიად შესაძლებელია ბატონმა ბიზინამ მერწუნეთ იგი ადევნებს მასმედიას თვალყურს. გაითვალისწინოს თქვენი რჩევები და გარკვეული კორექტივები შეიტანოს კანდიდატთა სიაში. ბევრი ჭორი ვრცელდება, რა თქმა უნდა, ქალაქში, ბევრი ადამიანი ჩვენ ხალხს მოსახლეობას მოგწონს, ბევრს არ მოგწონს, მაგრამ მინისტრთა კაბინეტს მაინც ბიზინა დააკომპლექტებს ივანიშვილი და ამიტომ პირდაპირ ეთერში ზარია გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. საგანელიძე ჯანდაცვის სამინისტროში კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრი კიდევ ვინ მყავდა გიორხელიძე აუცილებლად დემური გიორხელიძე ეკონომიკის მინისტრი აუცილებლად საგარეო საქმეთა მინისტრი მინდა ზურაბიშვილი ზურაბიშვილი სალომე, ხო, ქალბატონო? ვის ჩავაბაროთ, ეგ აღარ ვიცი. ვინ რა ვის ჩავაბაროთ? სესიაშვილს აუცილებლად. რა ვერ გავიგე? ჯარი. აჰა, შინაგან ისა თავდაცვის სამინისტრო, რა გვარი მითხარით? დიახ. რა გვარი მითხარით? სამინისტრო სესიაშვილი. ვერ გავიგე. სესიაშვილი, აჰა. დიახ, მადლობთ. ძალიან საინტერესოა. აი პირველი შედეგი ხალხის უკვე დასახელებული ყავს. Так, ძალიან საინტერესოა. ხო, ახლა მე განვაგრძობ საუბარს. და რა მინდა გითხრათ კიდევ რომ დღეს ღამის ეთერში ჩვენი წამყვანი ბონდო მძინარაშვილი და წინააღმდეგ მოძრაობის ლიდერი ბატონი სოსო მანჯავიძე 2 საათის განმავლობაში შეაჯამებენ ამ დღევანდელი 4 ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგებს და მათაც აუცილებლად უყურეთ, მოусვენეთ, იმიტომ რომ საინტერესო შეჯამება იქნება. კვლავ ზარია პირდაპირ ეთერში გისმენთ. განათლების მინისტრად ცოტა ნელა ისაუბრეთ ქალბატონო რომ მოვასწრო მე ჩაწერა რა. დასურველია მანანა ნიკოლაიშვილი, რადგან ეს ქალბატონი განათლების სისტემის თვითონ ნიუანსში არის ჩახედული და იცის ყველაფერი სკოლიდან, ბაღიდან, საბავშვო ბაღიდან მოკიდებული უმაღლეს სასწავლებლებით და პროფესორები და სუყვენები. კი ბატონო, სხვათვის შემოგთავაზებთ ქალბატონო? ბატონო? სხვათვის შემოგთავაზებთ კიდე სხვა თანამდებობებზე? ახლა აი ვენდობი წინა გამოსვლელები ვინც იყვნენ ძალიან ბევრი ვეწვალე წინაზე და უკვე აღარ მინდა რომ ახლა ამდენი ვილაპარაკო და რა თქმა უნდა ირმა ინაშვილი სადაც დაასახელეს სად დაასახელეს ქალბატონო თქვენ როგორ ფიქრობთ? პირველ ახლა საზოგადოებრივი ტელევიზიის დიახ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე კიდე სხვები მინდოდა მაგრამ ისე დავიღალე და ისე უკვე მოვიშალე ნერვებიდან რომ აი წინაზე ქალბატონო კიდე ერთი დღეს დავიღალოთ ჯობია და იქნება რამე მართლა ცოტა გაითვალისწინონ ჩვენი აზრით და რაც თქვენ დანარჩენი ეს ყველაფერი არის გარემოს დაცვისა გაჩეჩილაძე და უკვე ეს რა ვიცი ჯანდაცვისა და ეს საკანდელიძე და აი ესენი რა ვიცი ვეთანხმები და რა ვიცი კი ბატონო
რა ვიცი, დანარჩენს ვენდობი, რაც დაასახელეს უმრავლესობა. დიდი მადლობა. მე ახლა ვუყურებ ფაქტად, თურმე არც კი ვიცოდი, რომ ამდენი სამინისტრო იყო საქართველოში. 19 თუ 20 მარტო სამინისტრო დავთვალე და გარდა მაგისა კიდევ უამრავი საკვანძო ისეთი სახელმწიფოში საკვანძო ადგილი, რომელიც სახელმწიფოზე დღესდღეობით გადამწყვეტი არის. არ ვიცი, ჩამონათვალი რო გავაკეთო, ალბათ ცოტა შორს წაგვიყვანს. ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ზარია კვლავ ეთერში გისმენთ ბატონო? გისმენთ ისაუბრეთ? ბუნების დაცვის მინისტრად გაჩეჩილაძე. ერთი წუთით? დიახ, გისმენთ? ბუნების დაცვის მინისტრად გაჩეჩილაძე, იზორია შინაგან საქმეთა მინისტრად, ის კიდევ რობერტ სტურუა კულტურის მინისტრად. ინაშვილი დაასახა დამცველადაც კარგია და ტელევიზიაშიც პირველ არხზე, მაგრამ მან დათვა ქუბარდიაც კარგია. დათვა ქუბარდია სად? ტელევიზიაში. პირველ არხზე. კი ბატონო, თქვენი მოსაზრება ესეთია. საგარეო საქმეთა მინისტრად ზურაბიშვილი. აი, განათლების მინისტრად ღვინჯილია. აი, ეროვნული, აი, ყველაზე მთავარი არის განათლება. ბოდიში განათლების მინისტრად ვინ მითხარით ღვინჯილია? ღვინჯილია. კი ბატონო. და ის სახელი აღარ მახსოვს. კი ბატონო, შემდეგ მეუბნებით კიდევ? კიდევ ვინ? სესიაშვილი თავდაცვის მინისტრად. კი ბატონო, სესიაშვილი. კიდევ ვინ? იუსტიციის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. სპორტის ის რო არის, რა კურტანიძე. კურტანიძე, ბატონი ლუკა კურტანიძე. უზენაეს სასამართლოში უგრეხელიძე ოღონდ სამი მოსამართლე უნდა დააბრუნოს ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო რომელიც გარიგებაში. რომლებზე უზენაეს სასამართლოში რაგვარი მითხარით? უგრეხელიძე. მინდია. და ის სამი მოსამართლე, გვენეტაძე, ისაევი და ტურავა უნდა დაბრუნდნენ, იმიტომ რომ კარგი მოსამართლეები არიან. პირადად ეხლა მე ვენეტაძე, ტურავა ალყურს ვადევნებდი ადრინდელ იმას. დიახ. მაგათ იმას, რა ქვია, ამბოხებულებს რო ეძახდნენ და მთელი საჩივრები და ისე გონი წნევამაც დაარტყა და მართლა კარგი მოსამართლეები არიან და ნუ რა ვიცი ეხლა სხვა ვინ იუსტიციის აი თქვენ თუ იცოდით რომ არსებობს ეგეთი სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიათა იძულებით გადაადგილების პირთა განსახლებისა და ტოლვილთა სამინისტრო. ტოლვილთა და იმის სუბარი? დიახ. სუბარი. არსებობს კიდევ ესეთი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. მან ის რა ქვია, ბურჯანაძე რო იყოს, ბურჯანაძე ძალიან მე მეკითხებით, ეს თქვენ უნდათ მითხრათ, ბურჯანაძე. კი ბატონო. მაგრამ რა არის იცი, აი ეხლა იმის მეშინია, აი ხმები ეყოთ აქ პარლამენტში, ან მოადგილეები როგორ უნდა იყოს ეს ნაციონალური მოადგილეები ეს უკვე მეორე ეტაპია ალბათ. ხო, აი ეგ ცოტა მაფიქრებს. კარგი ბატონო, დიდი მადლობა ინფორმაციისათვის და გარდა ამისა, კიდევ აი არსებობს ეგ თურმე ასეთი თანამდებობები კიდევ სამინისტროები. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. დასაქმების სახელმწიფო მინისტრი ამის გაუქმებას აპირებენ მე რამდენადაც ვიცი. გენერალური პროკურორი და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე გასაგებია. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში გისმენთ ბატონო? საღამომში მოგესალმებით. გილოცავთ გენერცალე ყველაფერს და დიდი მადლობა თქვენ გილოცავთ. გაუმარჯოს. საგარეო საქმეთა მინისტრი ნინო ბურჯანაძე. გარემოს დაცვა გია გაჩეჩილაძე. განათლება ჩვენი საყვარელი დავით თანხმოურავი. ცოტანელა რა თუ შეიძლება. ხო, განათლება ბატონი დავითი თანხმოურავი. ეკონომიკის პაპავა ლადო. სოფლის მეურნეობა თოფაძე. თოფაძე. შინაგან საქმეთა მინისტრი ეკა ბესელია და წულუკიანი. შინაგან საქმეთა მინისტრი ბესელი ან წულუკიანი. სპორტის კურტანიძე ან კალაძე. კურტანიძე ან კალაძე, მაინც რომელი უფრო? უფრო
მე კარგით, ორივე იყოს, ორივეს ვერ გავარჩევ, ორივე საყვარლები. ჯანდაცვა დათო საგანელიძე. მაგით თქვენ კი არა ბიზნესმენში უჭირს ამის ამორჩევა და ჩვენ როგორ გაგვიჭირდება ხო წარმოგიდგენია. ნამდვილად. ჯანდაცვა საგანელიძე დათო. კი ბატონო. იუსტიცია. ერთი წამით მითხარით იუსტიცია ვინ არის? ლორკიფანიძე დიტო. დიმიტრი ლორკიფანიძე. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ფინანსთა მინისტრი და არა ვთქვათ ბანკის თავმჯდომარე თუ ფინანსთა მინისტრი. ეგ სხვადასხვაებით რა თქმა უნდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი თანამდებობაა და ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ეს მეორე თანამდებობა არის. ნოდარ ჯავახიშვილი იყოს, კაი. ბანკი, ეროვნული ბანკი? კი ბატონო. პარლამენტის თავმჯდომარე მანანა კობახიძე აუცილებლად. პარლამენტის თავმჯდომარე. სახალხო დამცველი კოტე ინაშვილი. ერთი წამით სახალხო დამცველი კოტე ინაშვილი ან მერაბ ჭიქაშვილი. კოტე ან მერაბ ჭიქაშვილი. გენ პროკურორი კუკავა. კულტურის ჭანკვეტაძე ნინელი ან ზაზა პაპუაშვილი. კულტურა, ეხლა ვნახავ კულტურა, ესე იგი პაპუაშვილი ან ჭანკვეტაძე ნინელი. თავდაცვა სესიაშვილი. ოვილთა და ეს განსახლების მინისტრი დათო ფაცაცია დღეს გამოუშვეს და მიულოცავ გენაცვალე კარგად. ორივე ბიჭები გამოუშვეს და კარგად იყვნენ თავისუფალ საქართველოში ეცხოვროთ. ირმას ჩალაბაროთ ტელევიზია და ობიექტივის მთლიანი შემადგენლობა განთავსდეს მის გვერდით. ან კიდე თუ შეიძლება რომ ბიდინას მრჩეველი იყოს, შეიძლება? კალბატონო. დასაშვებია? ბევრი რამეა დასაშვები, მე ვერ მოგახსენებ, არ ვიცი, მაგ სტრუქტურებში ძალიან ცუდად ვერ ყვევი. არასდროს არ მომუშავია. ყოველთვის ტელევიზია ნამდვილად ვანდოთ, არა შეუძლია. ამდენი სამინისტროს რომ არსებობდა, ესეც კი არ ვიცოდი. ხო. აი გენაცვალე კიდე ვინ აბა მეტი აღარაფერი დამჩა მე მგონი. რავი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. მე არ ვიცი ეს კაცი რა საკეთებს, მაგრამ არა, ეგ ნამდვილად არ ვიცი და ეს განათლების მინისტრი რომ მე მინუსი. აი საინტერესო მომენტი არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. აი ეს მაინტერესებს, აი დიასპორებთან ვისაა ყველაზე კარგი ურთიერთობა, თქვენ როგორ ხედავთ? აი მე რა ვიცი, აბა ვის შეიძლება რომ თქვა ნამდვილად არ ვიცი რომ შევწდე ვერ გეტყვით ნამდვილად. კი ბატონო. ხო და აი ეს მიმინოშვილი ნამდვილად არ გვაწყობს, აი არ ვიცი მე ნამდვილად. ხო, ეგ საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ნამდვილად. იცით რა შეასაქმე, ბევრ აი მეწეღანას ვთქვი, ბევრ მაჟორიტარზე ამბობდნენ რომ არ გვინდაო ხალხი იქაური ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ივანიშვილის ავტორიტეტი რომ გადაზალა ამან და ხმა მიცეს თვითონ კანდიდატებს და მაინც ამან გაამართლა და რა ვიცი ჯერჯერობით ივანიშვილი ასეც ამბობს საკმაოდ მართლდება ყველაფერი და რა ვიცი არ ვიცი მე წარმოდგენა არა დაჩი ცაგურია და ჯაბაჯიშკარია და ბევრი ახალგაზრდები ძალიან კარგი მებრძოლეები არიან და ციხის უფროსებად რომ დავაყენოთ იმიტომ რომ მათ იციან პატიმრის გასაჭირი და მე მგონი ეს საინტერესო რაღაცა თქვით იმიტომ რომ მე ამაზე არ მიფიქრე რომ ციხის უფროსები საჭირო არის იმიტომ რომ ეს არა და მათ ახლა ესეთი ხალხი უნდა ჩაჩნენ ციხის უფროსებად საგურია ჯიშკარიანი და ჯაბაჯიშკარიანი აი ვინ ჩაგდებიან იცით რამდენი ციხეა საქართველოში? რამდენია და ყველა მე მგონი 18 თუ 20-ია ეგეც აი ხო და ყველა უნდა ესენი ეს პარლამენტარები არიან თუ ვინც არის ყველა უნდა და შიგნით უამრავი დეპარტამენტია კიდე ხო განთავსო ყველანი და მე ჩვენი ბიჭები რომლებიც ასე ატამეს უფროსებად უნდა დააყენონ და კარგი იქნება რასაც მიიღებენ მე ვნახოთ ხო კაი გენაცვალე ახლა ფასად ხო და მე ხელი მოუმართოს ყველას თქვენს ხელი მოგიმართოთ ღმერთმა მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერს 2388 105 ვიმეორებ 2388 105 Skype-იც იცით ობიექტივი ლათინური ასოებით უნდა აკრიფოთ დაგვიმეგობრდეთ და შემოგიყვანთ პირდაპირ ეთერში თუ დამეგობრული ხართ აქამდე ხო კიდე უკეთესი უფრო ადვილია კიდე რაზე შეიძლება ხო დღეს ჩვენ ვისაუბროთ დღეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა სხვადასხვა სამინისტროები მინისტრები დაასახელეს ამას შემდეგში ვიტყვი და კიდევ ზარია კვლავ ეთერში გისმენთ ბატონო ალო გისმენთ ქალბატონო საღამომშვიდობის იცით რა არის მე უკვე თითქმის თქვი დღეს და გუშინაც ბონდოს ეთერში ვისურვებდი მაგრამ უკვე გადაწყვეტილია
და არის ერთი კანდიდატურა, რომელიც ბატონ ბიძინას ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელიც მე ძალიან მაღელვებს. ეს არის განათლების მინისტრი მაია მიმინოშვილზეა საუბარი და ნამდვილად არ ვისურვებდი ამ ქალბატონს აი ამ ადგილას. და მე ვთხოვ ბატონს ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს მე ვადევნებდი მთელი დღის განმავლობაში ყურადღებას და სხვებს ვის სიტყოდით ქალბატონო იქნება კიდევ ერთხელ შემახსენოთ. ისეთი ძალიან ისეთი საკითხია რომ ნამდვილად არ მინდა რომ ეს ქალბატონი იყოს აქ, იმიტომ რომ ამ ქალს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ დანგრევაში, რაც გაკეთდა აბსოლუტურად. უნარებიდან დაწყებული და თუ გინდის რომ ის იყო მათი სახე. და როდესაც გაანთავისუფლეს, მაშინ დაიწყო საუბარი და მე მგონი ქართულ ოცნებაში არიან ისეთი ადამიანები, რომ არ დაგვჭირდეს ჩვენ ნაციონალებიდან წამოყვანა ამ თუ თანამდებობაზე ვინმე დანიშნა. აი ძალიან აღშფოთებული ვარ და ნამდვილად არ ვისურვებდი ამ ქალბატონს იქ და კიდე არის გარკვეულწილად სიმართლესთანაც სიმართლეც არის და კიდე გარდა იმისა რომ ქართულ ოცნებაში არიან აპოლიტიკური ადამიანები რომლებიც თავის სფეროში პროფესიონალები არიან. რა თქმა უნდა. სულ არ არის საჭირო არც ოცნებაში იყო და არც გამოდის რომ ნაციონალურ მოძრაობაში მაია მიმინოშვილის კადრი იყო და ეხლაც ნუ არ ვიცი რა ძალიან აღშფოთებული ვარ ამაზე და მეორე კიდე კულტურის მინისტრი ხა გურამოდიშარია ძალიან წესიერი და პატიოსანი კაცია მწერალია მაგრამ კულტურის მინისტრად ნამდვილად ვისურვებ. მე აი სამი კანდიდატურა შემომთავაზეს თქვენამდე სტურუა, პაპუაშვილი და ჭანკვეტაძე. თქვენ ვისი ისურვებდით? კულტურის მინისტრობაზეა საუბარი. რობერტ სტურუას თუგნებას პაპუაშვილი. თქვენ მაგ ორი კანდიდატურიდან ერთ-ერთი მოგწევთ, ხო? დაემთხვა მე ერთ-ერთი კანდიდატი აღნიშნე იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანი და დაემთხვა ზუსტად ბატონ ბიძინას იმას საქმეა და ვინ აღნიშნეთ თქვენ ბატონო ქალბატონო? ბატონო? თქვენ ვინ აღნიშნეთ? თეა წულუკიანი და ეს რა იუსტიციის მინისტრად? კი და გავიგე რომ დაინიშნა თეა წულუკიანი და არა ქალბატონო თქვენ არ ახართ სწორად ინფორმირებული ჯერ არც ერთი ადამიანი არსად არ არის დანიშნული მხოლოდ იმის გამო რომ პარლამენტი არ შემდგარა და პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ყველანი ეს ერთი მეორე ბიზინა ივანიშვილმა თქვა რომ ორ შაბათს მე კონკრეტულად ვიტყვი ყველაფერსო შეიძლება 1000-ნაირი ჭორები 1000-ნაირი არა ამ საღამოს უკვე გაგღერდა და იმიტომ გეუბნები ძალიან მღელავ რომ მიმინოშვილი არ დანიშნოს აი მე მაგალითად აი არ ვიცი ნამდვილად არ მინდა ეს ქალბატონი ამ აქტივას ხოლმე მოაცხადებს მაქსიას ბატონი ბიზინა ივანიშვილი და ზუსტად გვეცოდინება ვინ ყავს ხელდობობაში. მე დაიფაროს რომ ეს ქალი არ მოვიდეს იმაში, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება და ვინც ქვეყანას ჭირდება და ბავშვებს ჭირდება პირველი კლასიდან დაწყებული. ამ ქალმა თითქმის წვანე შუქი აუნთო ყველაფერი იმას, რაც არის დღეს სკოლებში. აი საინტერესოა ესეთი საუბარი მიდის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო სამინისტრო, მე თუ მკითხავთ, აი ერთი თქვათ თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ასაღორძინებელი გვაქვს პირველ რიგში ჩვენი სოფლის მეურნეობა, რადგან ივანიშვილი თვითონ აპირებდა დიდი თანხის გაღებას ამ საქმისათვის. აი ვის მოიაზრებთ თქვენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად? არის მე მგონი 3-4 კანდიდატურა არის და აი ძალიან ვიკავებ თავს ამაზე. 3-4 პიროვნება არის ისეთი ვისაც შეუძლია წარუძღეს აი ამ პოსტს. მაინც რომელიმე მაინც იქნებ მითხრათ. ნუ რა ვიცი ახლა გიორ ხელიძე აიღეთ. გიორ ხელიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში? დიახ. კი ბატონო. გოგუაშვილი აიღეთ, გოგი თოფაძე აიღეთ. გოგი თოფაძე მითხრეს კი ბატონო. კი, ნუ ძალიან ბევრია ეგეთი. ნუ ამ იმითი ძალიან ბევრია, მაგრამ აი ეს განათლების სამინისტრო ძალიან მაღელვებს. აი თქვენ ვის მოიაზრებთ განათლების სამინისტროში? კი ბატონო. არ გვინდა მიმინოშვილი თქვენის აზრით. აი მე ვისურვებდი დათო მაღრაძეს და ბატონ დავით თარხანმოურას. ესე იგი მაღრაძე და ბატონ დავით თარხანმოურას. და კი ბატონო. აი რაც შეეხება მოზარდებს, ბავშვებს, სტუდენტებს, აქ უნდა იყოს ძალიან გათვლილი. იმიტომ რომ სააკაშვილს ჰქონდა გათვლილი ზუსტად, რომ დაზომბირებულები იყვნენ ეს ბავშვები, წიგნებიდან დაწყებული. აი პედაგოგებიც კი რაღაც ისეთები არიან, ყველამ კარგად ვიცით და ეს ისეთი სისტემაა ეხლა და ისეთი ადამიანი გჭირდება და აი ეს სახე ვინც იყო თუგით ნაციონალებში და იყო ძალიან დადებითი თუგნებავთ და არ ქონდეს შეხება, მაინც მიუღებელია ჩვენთვის. მე ასე ვფიქრობდა. ეგეთი ვიგეგულებათ ძალიან დამაინტერესა იცით მაგ აზრმა. დადებითი ვიგეგულებათ ნაციონალებში. უი, ძალიან მიჭირს ამის თქმა. იცით რატომ მიჭირს ამის თქმა? ნუ არის რომ საუბრობენ იმაზე, რომ არიან ადამიანები, ვინც არ არიან გასვლილები თუ საქმეებში და მაგრამ გასვლილი არა ხარ, როდესაც ყველაფერი ეს ხდება, გამოდიხარ. მე მაგას ვფიქრობ, ალბათ და ამიტომ შეგეკითხეთ.
გამოდიხარ და შენ ცდილობ რომ ყველაფერ ამას ხელი დააფარო და ლაპარაკობ იცი და არ ამბობ არ გამიგია არ შემიხედავს ხო ესე საუბრობდნენ სულ ყველა ესე იგი იცი დანაშაული და არ ამბობ თანამონაწილე ხარ რა თქმა უნდა მე მახსოვს ოჩიაური რომ გამოვიდა კინაღამ არ ვიცი რა დამემართა ესო კიო ჩვენი შეცდომა იყო შეცდომა კი არა დანაშაული იყო აი ეს კადრები ახლა რაც იყო კი ბატონო ჩვენი შეცდომაო კარგი ხალბატონო დიდი მადლობა თქვენი ჩვენ ამას გამოვასწორებთო ამის გამოსწორებას აპირებდა და ეხლა უბედურება რა არის 1-8 წელიწადი კიდე ალბათ 9 რითი თქმა მინდა რომ ჩვენ ეხლა რაც თავი აი ხალხმა სულ ყველა ვიმდენი ვიბრძოლეთ და იმდენი ცუდი დღეები გადავიტანეთ სულ ყველა ერთად აი ეხლა პროცესი სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მომტონს ძალიან ცუდი პროცესი მიმდინარეობს, როდესაც ნაციონალები ცდილობენ უკან დაბრუნდნენ იმ ადგილებზე და ამბობენ კიდევაც ჩვენ 6 თვის მერე დავბრუნდებით. კი ბატონო, არის ეგ მოსაზრებას, მაგრამ მე ნამდვილად მართალი გითხრათ ცოტა ეჭვი მეპარება. დიდი მადლობა ზარისთვის. პირდაპირ Skype-ით არის ჩართვა, გთხოვთ, ისმენთ. ზაზა გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. ზაზა, ეს ქალბატონი ახლა რომელსაც ნიშნავენ. დიახ. ვიზია საუბარი. განათლების მინისტრად რო უნდა. მიმინოშვილზეა საუბარი? ესე იგი 2-3 დღეა ვაკვირდები Facebook-ში. მიდის ამ ქალის, პირდაპირ დახასიათება და თუ სპეციალურად კეთდება, ეს იქნება პირველი უდიდესი კომპრომატი პირდაპირ ამ ოცნების წინააღმდეგ. რატო შვებიან, აი ვერ ხვდები რა. სპეციალურად აკეთებენ ქალი, რომელმაც დაანგცია, დაანგრია ეს სისტემა. და რომელიც მონაწილე იყო ამ ყველაფერში პირველივე დღიდან მოყავს და სვავს მინისტრად ეს წარმოუდგენელი რაღაცა და უკვე ხალხის წინააღმდეგ მიდიან რომ პირველი უდიდესი ტალღა მიიღონ აი ატვარაშენის რა ასე ვთქვა და რატო მე რა მინდოდა გითხრათ რომ მე აბსოლუტურად ბევრ რამეში რა თქმა უნდა გეთანხმებით მე უბრალოდ უფლება არ მაქვს აი ხო როგორ წამყვას ბევრ რამაზე ვისაუბრო უბრალოდ მე უნდა მაინც გავუშვებით ხო მაგრამ ისეთ რა შეასაქმე მე მინდა რომ ერთი რამე გთხოვოთ აი იქნებოდა ვენდოთ ბატონ ბიზინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას არა ვერ ვენდობით ვერა ხო იმიტომ რომ ზაზა ხო იცი რომ უკვე ამ დობაზე აღარ არის რა არის მთელი რიგი საკითხები რაშიც უკვე უკან დახევა შეიძლება ბატონ დავითზე მინდა კიდე ორი სიტყვა რა ბატონი დავითი ეხლა არის მოსაზრება რომ იმის მინისტრად ამ არავითარ შემთხვევაში არაფრის მინისტრად და არაფრის არაფრად არ უნდა დაინიშნოს იმიტომ რომ უკვე ეთყობა ამათ კოჭებში რომ დიდი სამუშაოები იქნება ისევ ობიექტივიდან ჩასატარებელი ამათ სამხელად ძალიან ბევრ რაღაცა. ერთუნეთ ობიექტივი არ შეწყოს თავის მუშაობას. და ხო გესმით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ კაცის მაქედან სადმე წასვლა. ერთი ვიცი რომ არ წავა დარწმუნებული ვარ რა. კი ბატონო. ხო და ეს მიმინოშვილის იმაზე უნდა უკვე ავტეხოთ ამბავი, რომ ეს არაფრით თუ ეს მოხდა, ხო, მაშინ უკვე ყველაფერი გასაგები იქნება ჩემთვის და ჩემს გარშემო მყოფთათვის ძალიან ბევრისთვის ყველაფერი უკვე ნათელი სურათი იქნება. დიდი მადლობა ბატონოჩიო, მადლობ ზარისთვის. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში სატელეფონო გისმენთ ბატონო? სალამ ვიდობისა ბატონო. მოგესალმებით ბატონო. მე თერა შეესაქმე საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება ის რომ პრაქტიკულად ივანიშვილმა თქვა რომ ჩვენ ვართ სახალხო მთავრობაო და წესით უნდა მოისმინოს მაინც მოსახლეობის შეხედულება მინისტრთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ სახალხო მთავრობაა, ეხლა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ვინ უნდა იყოს მინისტრი, პრაქტიკულად ვიცი სურვილი აქვს რომ მინისტრები იყვნენ, იქიდან გამოიტანოს საშუალო არითმეტიკული და მეორე საკითხი არის ესეთი, ის პარლამენტარები, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ მაჟორიტარებად. თუ წავლენ მერე მინისტრებად ეხლა როდესაც ნაციონალები იყვნენ პრაქტიკულად ყველა იძახდა რომ ჩვენო მინისტრებად წავედითო მერეო და პრაქტიკულად ვინც წააყენესო და რამე ვერ გაგიკეთესო რა ჩვენი ბრალი არისო გამიგეთ უცბად დაიძვრინეს თავი და ლოგიკურად ანალოგიური სიტუაცია ხო არ იქნება ეხლა ოცნებაშიც იმიტომ რომ ბევრი მაჟორიტარი როგორც ჩანს წავა მინისტრად მაშინ მაჟორიტარი უნდა იყოს თვითონ თავისი შემცველის დამნიშნელის და მასზე პასუხისმგებელიც იმიტომ რომ ის უკვე იმ ვალდებულებებს თავიდან იხსნის იმ მოვალეობას რაც ამომრჩეველს შეპირდა იმიტომ რომ ის უკვე აღარ არის იმ ამომრჩეველის მაჟორიტარი ჩვენ კიდე თავიდან უნდა ჩავატაროთ იქ არჩევნები კიდე თავიდან უნდა ეძებოთ არა აუცილებელი არა თავიდან ჩაატაროთ თვითონ მაჟორიტარი იყოს პასუხისმგებელი თავისი შემცველის დანიშვნისთვის
როგორ უნდა შეც არა მე მგონი მან წესია რომ თავიდან უნდა მოხდეს არჩევნები როდესაც მაჟორიტარული ოლქიდან ადამიანი მიდის იქ შემცვლელი მისი არავინ აღარ კლავოცნებიდან კი ვერ იქნება მე ესე მგონია რომ არის ნუ მაშინ თუ ეგრეა წარმოგიდგენიათ რა ხდება რომ თავიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები არ ვიცი ახლა მაგას გავიგებ მაგრამ თავარიც ახლა მე მინისტრთან დაკავშირებით შეხედულება რომ ესე იგი თავარია ახლა მინდია უგრეხელიძე იყო კი ბატონო მინდია უგრეხელიძე სათავაზობთ მინდია უგრეხელიძე იყო უზენაესი სასამართლოს სამართლე იმიტომ რომ ამ კაცმა თქვა რომ მეო ეხლა ისინი არ მინდა წავიდეო რომ რამდენიმე ამ ხელისუფლების პირი დამნაშავე არ გავასამართლო ოღონდ ევროპულად თუ არა ისე უჯალათურად და ისე ფაშისტურად ისე ალოგიკურად როგორცაც ისინი აკეთებდნენ ერთმანეთის მიმართო და მისი მიწნაღლის მიმართო მინდაო კლასი ვარჩენო და ევროპული დემოკრატიის ხარისხიო თუ როგორ უნდა ბატონი მინდიას განცხადებაა ხო კი როგორ უნდა მას გამოცდილება აქვს სტრასბურგში მუშაობის მრავალწლიანი და ეს არის პროფესიონალი და მის სამართალში ერთ ნაკლებად ვინმე გამოიტანს და ნაკლებად ვინმე გაიქცევა სტრასბურგში მეორე ვიტყოდი რომ ესე იგი საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორად მართლა უნდა დაინიშნოს ქალბატონი ირმა იმიტომ რომ ნათქვამია მეფე მაშინ გამასხარავდება როცა მასხარა გამეფდებაო რაც დღესდღეობით საზოგადოებრივ ტელევიზიაში ხდება იმიტომ რომ მასხარა დანიშნეს და პრაქტიკულად გამხდობი და მას არაფერი არ აინტერესებს და არანაირი პასუხისგებელი არის საზოგადოების მიერ ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ჩვენ რას რატო გვაობლებთ რა ჩვენ რას გვერჩით ხალხს უყურე რომ ირმა ინაშვილს საზოგადოებრივ ტელევიზიაში უშვებ ჩვენ ობიექტივს რატო გვაობლებთ არა მგონია რომ ეხლა ობიექტივი დაუბრუნდით იმიტომ რომ ხუბრობით ბატონო ჩემო იმიტომ რომ პრაქტიკულად ობიექტივში მისი შემსვლელი ყოველთვის იქნება და ეხლა მაგალითის მინცემ როცა იქნება საზოგადოებრივი თავისთავად ცხადი ეხლა ყველა საზოგადოებრივი ვერ ჩაუჯდება ყოველთვის და ეს იქნება პრაქტიკულად რაღაც სასწავლებლის დონე უმაღლესი დონის ჟურნალისტიკის ცენტრი და ფილიალი საზოგადოებრივი ტელევიზიისა მეორე ესეთი შეხედულება მას რომ იუსტიციის მინისტრს უნდა დაინიშნოს მართლა თეატროლოგიანი იმიტომ რომ პრაქტიკულად ის ევროპაში აღებული პიროვნებაა და როგორც თვითონ ევროაზიიდან იმ დინას მაღალი დონის პიროვნება ის რომ პრაქტიკულად მიუხედავად იმისა რომ ბოკერიას დაქალი იყო გაცილებით აღემატება ბოკერიას დაქალს ძალიან თეატროლოგიანზე იძახით ხო? დიახ თეატროლოგიანზე იმიტომ რომ ორივენი იყვნენ ევროპაში მაგრამ ბოკერიას ცოლმა ვერ გაკაჩა პრაქტიკულად მენტალურად ვერ გაკაჩა თეატროლოგიანის აქვს პრაქტიკულად სუფთა საპრეზიდენტო განათლება როგორც იძახიან მასაც შეუძლია იყოს პრეზიდენტიც კი მაგრამ ეხლა ეგ მაგაზე არ დავა მეოთხეზე ვიტყოდი ესე იგი პრაქტიკულად კულტურის მინისტრად შეიძლება იყოს ნინელი ჭანკვეტაძე დანიშნული მაგალითად ან თამნიკო ჭოხონელიძე ან გინდათ ავიღოთ ქეთი დოლიძე გამწვანებაში გარემოს დაცვაში თავისთავად სადია გია გაჩეჯილაძეს ალტერნატივა არ აქვს გია გაჩეჯილაძე მწვანეები ხო? დიახ რა თქმა უნდა რა ქვია საგარეო საქმეთა მინისტრად ისეთ რაში ასაკმე მინდა ესეთი პიროვნება რომელიც პრაქტიკულად დიდ შედეგებს მიაღწია გონი წელიწად ნახევარში როდესაც მოხდა საქართველოში რევოლუცია და ეს იყო სალომე ზურაბიშვილი რომელიც არის კოზირი და რომელსაც აქვს დიდი ძალა კაპიტალი ავტორიტეტი და რუსეთთან ურთიერთობაში მან ეს ყველაფერი გამოიყენა მშვიდობიანი გზით გაიყვანა საქართველოს და რუსეთის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დიახ მას ალტერნატივა არ აქვს თუ თვითონ არ აქვს რომ იცით რა მე აღარ მინდა მინისტრობა და მე მირჩევნია ფოთის მიერობა როგორც თვითონ განაცხადა არ ჩამოსიცი რომ მე ფოთის მიერობაზეც კი დავსახდებიო ისა რა ქვია პრემიერ მინისტრი არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებო თუ გავიმარჯვებო მას შემდეგ შეიძლება ითქვას რომ სახალხო დამცველად დიმიტრი ლორთქიფანიძე უნდა დაინიშნოს თავისთავად ცხადია სახალხო დამცველად დიახ და ის სხვა ოპოზიციური ადამიანის უფლებების მებრძოლი პიროვნებები პრაქტიკულად რომელიც არ იყვნენ შესულები ოცნების კოალიციაში იმიტომ რომ ეხლა თავისთავად ცხადია ეხლა ოცნის პარტია ეხლა სხვა ოპოზიციონერი წევრებს ვერ დააყენებს მინისტრებას თავის გამორიცხულია პრაქტიკაში ეგეთ რამე არ ხდება ხო რა თქმა უნდა ესენი შეიძლება ეს პატრიარქმაც კი გაიოცა როგორ შეიძლებაო პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაშიო ესენი შეიძლება შევიდნენ სახალხო დამცველის ინსტიტუტში იმიტომ რომ იქ გააკეთებენ ყველაფერს რაც კი სურთ და რაც გინდა ციხეების ესევე უფროსებაცაც იმიტომ რომ ეს ციხე აღარ უნდა იყოს პრობლემა 21 საუკუნეში ჩვენ გვაქვს ევროინტეგრაცია და ჩვენი ციხეები და პენიტენციარული სისტემა უნდა იყოს ევროპის დონისა და არა ამერიკული რაღაც გვატემალას დონის და რაღაც საშინელების აი ზუსტად მაგაზე შეგეკითხებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვის მოიაზრებთ ერთი იყო აქ ბურჯანაძე შემოგთავაზეს აი ბურჯანაძე კიდე გამოდგება მაგ საქმეში იმიტომ რომ ის
ავტორიტეტია, თავისთავად ცხადია. იმიტომ რომ ჯიშით რა შესაქმე ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიისკენ აქვს აღებული ინტეგრაცია, რაც ძალიან არ მოსწონს ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც დღევანდელობით ყველაფერს ცდილობს, რომ ხელისუფლებაში მოსული ოპოზიცია გაჭედოს იმ დონეზე, რომ პრაქტიკულად არ კონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუ არა წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც აიძახიან ძალიან ცუდ ულტიმატუმებს აყენებენ, ეგრე იძახიან, ვითომ და საერთო ურთიერთობის გაწყვეტასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძე მაგ საკითხში კარგი იქნება თუ დაინიშნება, იმიტომ რომ მას ნინო ბურჯანაძე სათავაზობთ? აი რეინტეგრაციის რაც მითხარით ხო რამე რაღაცა ბურჯა ხო ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. კი, თავის ეკონომიკის მინისტრად თავისთავად ხადია, შეიძლება დაინიშნოს ან ჯავახიშვილი ან შეიძლება დაინიშნოს მაისაშვილი, იმიტომ რომ მაისაშვილს ძალიან კაი კაპიტალი. მაისაშვილი გია? კი, გია, კაპიტალი გააჩნია და შეიძლება სოფლის მეურნეობის კაპიტალი ინტელექტუალურს გულისხმობთ თქვენ. კი, სოფლის მეურნეობის მინისტრად შეიძლება დაინიშნოს დემურ გიორხელიძე თავისუფლად. გიორხელიძე? იმიტომ დიახ, დემურ გიორხელიძე. კი ბატონო. ალასანიასაც შეიძლება რომელიმე ან თავდაცვის მინისტრი გახდეს, ან უშიშროების მინისტრი გახდეს პრაქტიკულად. უშიშროების მინისტრი ეგეთი არ არსებობს ჩვენთან ჯერჯერობით, ჩვენთანანი ან შინაგან საქმეთა სამინისტროაც. ან ისეთი მინისტრი უფრო მე მგონია, რომელსაც უფრო ისე საზღვარგარეთთან ექნება საქმე, იმიტომ რომ საზღვარგარეთთან, ხო? იმიტომ რომ მან იცის ლაზეიკების სად ვიცან და როგორ უნდა მივიდეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს გავს. კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო. საზღვარგარეთთან მას აქვს ურთიერთობა და ალბათ აი რასაც ჩვენ შევთავაზეთ ბურჯანაძეს ამ შემთხვევაში ევროპა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. კი, რა შესაქმე თუ მაგალითად ეხლა სალომე ზურაბიშვილი ეთქვის უარს, იქ შეიძლება მართლა დაინიშნოს ალასანი, ეგ არ არის. აი ეგეთი თანამდებობაც ეგეთი სამინისტროს არსებობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. აი აქ ვიცით იცით რაშია, მან შეიძლება დაინიშნოს, ეხლა იცი როგორც ეს დემოკრატიული უფრო ევროდემოკრატიული პარლამენტი გვაქვს. აი ოპოზიციიდან დაინიშნოს ვიღაცა, რომ ისე პასუხისმგებელი იყოს, მე თუ მკითხავთ იმ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომლებიც ერთიც მინდა შეგეკითხოთ ბატონო, აი რა მაინტერესებს. არის აი ესეთი თანამდებობა, დასაქმების სახელმწიფო მინისტრი. ჩემი აზრია ესეთი, მიშა ხო არ დავნიშნოთ მაგ თანამდებობას. ვინა? მიშა სააკაშვილი. დასაქმებ მაინც გვპირდებოდა დაგასაქმებთო და სააკაშვილი სადაინიშნება ეს ძალიან ძნელი სათქმელია თავისი მოღვაწეობიდან გამომდინარე. დასაქმების სახელმწიფო მინისტრი. დასაქმების სახელმწიფო მინისტრად რომელიც უქმდება, ასე არის საუბარი. ეს თავისთავად ხადია უნდა გავხდეს იქ. უკვე აქ დანარჩენი ისეთი აი ბესილია შეიძლება დაინიშნოს პროკურატურაში მაგალითად. გენერალურ პროკურორად. ვინ? ბესელია, ეკა ბესელია. ბესელია, კი ბატონო. კი, თავისთავად ხადია. მე არ ვიცი როგორ მოხდება ეხლა მართლა რო გითხრათ ის სიტუაცია პარლამენტში, როგორც წინა პარლამენტში მოხდა, როდესაც იყო პარლამენტის თავმჯდომარე თუ ის ფიქრობთ? მანანა კობაკიძის, აი წინა პარლამენტში ბურჯანაძე და თავის ქმარი როცა ერთად შევიდნენ, პრაქტიკულად მაშინ თქვენს რომ არ შეიძლება საოჯახო პარლამენტი იყოსო და ერთი მათგანი გავიდიან, მაგრამ აი ამ აქ ეხლა ხიდაშელი და თავისი მეუღლე როგორ გაინაცვლებენ მაგ პოსტს ეს უკვე ძალიან საინტერესოა. ხიდაშელი და უსუფაშვილი რა პოსტებს ინაწილებენ თქვენი? ორივე პარლამენტში არის და ორივე დარჩება პარლამენტში, იმიტომ რომ ბურჯანაძე ორივე იქნება როგორც დეპუტატი, ეს არ უშლის ერთმანეთს ხელს. ამ იძახდნენ მაშინ ბურჯანაძეს რომ იძახდნენ რომ არ შეიძლება ბიჭაძეს პარლამენტ ესეც ოჯახური პარლამენტი არ იყოს. უშლის ერთმანეთს ხელს, როგორ ხლა ორივე სხვადასხვა რაიონებში ერთი კახეთიდან არის არჩეული, მეორე საბურთალოს რაიონიდან. ნუ არ ვიცი მაშინ ბურჯანაძე მე მაგდენი ტექნიკური საკითხებში ვერ ვერკოვი ბატონო ჩემო და ცოტა ძნელია ეს ამაზე ვისაუბროთ. ის რატომ მაგის პრეცედენტი დააყენებდა ივანიშვილი ეგ რო არ შეიძლება კანდიდატი. არა, პრეცედენტი იყო ამის, როდესაც ბიჭაძე შევიდა პარლამენტში და ბურჯანაძე და ბიჭაძე წავიდა მე სამინისტროში. ხო, თუ შეიძლება არაეთიკურად მიიჩნიეს ოჯახურ მასში თორეც. კანონიში არ იქნება ამაში ხელშეშლა. დიახ, და სხვა ეხლა დანარჩენი სამინისტროები პრაქტიკულად უკვე ნაკლებად სტრატეგიულია და ეხლა სულ მე ვნახე 25 საკვანძო ეს ჩემი აზრით თანამდებობა ჩვენს ქვეყანაში და ჩამოთვალე და იმდენი სამინისტრო აღმოჩნდა, რომელიც მე წარმოდგენაც არ მქონა, რომ არსებობდა, რომ თქვენს გაგიკვირდებათ. კი, თავისთავად ხადია, მაგრამ რა შედეგი ქონდა? არაფერი. არაფერს არ აკეთებდა.
ცეცაბია სახელმწიფო არც ვიცოდი ვინ იყვნენ მინისტრები დღეს რომ დავითვალიერე კი ეგ ეხლა დანარჩენ სიტყვა ნახავთ ხვალე აი რამდენად გაეთვალისწინებს ივანი კი ბატონო მე ისიც იმედი მაქვს იმიტომ რომ ბატონი ბიძინა რომ მას მედიას და ადევნებს თვალყურს და იმედი მაქვს რომ ობიექტივსაც უყურებს უნდა რაღაცები გაითვალისწინოს რაღაცა უნდა თქვენი ადამიანია და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს მე აქ მაინც ყველაზე სტრატეგიული საკითხი ისიც რა არის აი ეს მინისტრები რომელიც ხელისუფლებამ გაანთავისუფლა იქ ხაინდრავად შედიოდა ერთ-ერთ მინისტრში ხელისუფლებამ გაანთავისუფლა განსხვავებული ღირებულების გამო რომელიც უფრო იყო გადახრებული ევროდემოკრატიისკენ იმათი უფლებამოსილება რაღაცნაირად უნდა იყოს შენარჩუნებული თუ ისინი უარს არ იტყვიან თავისთავად ხადია ეს იქნება სამართლიანობა და მათი მოღვაწეობის დაფასება საქართველოს არჩევნებთან მიმართებაში რომელმაც რადიკალურად გადატეხა ეს ფსევდოამერიკული დემოკრატია დიქტატურის სახით და გვიხსნა ბიორობოტიზაციისაგან მოსახლეობის დიდი ნაწილი და იმის შანსი მოგვცა რომ ვინც კი დააბიორობოტოზეს თავისუფლების აბსოლუტურად გეთანხმებით თავისუფლების ინსტიტუტი და ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკურმა პარტიამ რომელიც ლობისტია დღემდე ჩვენი ხელისუფლების და იმათაც დავეხმაროთ იმიტომ რომ ჩვენი ვალია რაღაც გავიმარჯვეთ ჩვენ იმათ ისევე კი უნდა მოგვიქცეთ როგორც ისინი ექცეოდენ აპირიქით მაგალითი უნდა ბატონო ჩემო იცით რა შეა საქმე ძალიან ბევრი ზარები არის და ხოლმე მივცეთ საჩვენებას ხმებას დააფიქსიროთ ჩვენ დიალოგი არ გამოგვივიდეს ამ შემთხვევაში მოდის მოგიწევთ ნაყოფის კარგად კარგად დიდი მადლობა Skype-ი არის გთხოვთ მივიღოთ Skype ზარი დიდი გოდიში ქალბატონო ამდენი ხანი რომ გაგაჭერეთ არა უჩას მიმინოშვილი არამც და არამც ხალხის დობა არ დაიმსახურა ბიძინამ გაიგოს რომ მიმინოშვილზე უარს ვამბობ დავით მაგრაძე თავის ცხოვრების წესით სამაგალითოა და ამიტომ დავით მაგრაძე განათლების მინისტრად დათო დავით მაგრაძე განათლების მინისტრად არა ეკონომიკის მინისტრად ერთი წამით ეკონომიკის მინისტრად ვინ გია მაისაშვილი კი ბატონო იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელია კი ბატონო შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი სესიაშვილი კი ბატონო ბუნებაში შინაგან საათაში თუ თავდაცვაში თავდაცვაში გაჩეჩილად უკაცრავად შინაგან საქმეთა სამინისტროში სესიაშვილი თუ თავდაცვისაში ირაკლი სესიაშვილი თავდაცვაში შინაგან საქმეთა სამინისტროში კარგით შემდეგ ბუნება გაჩეჩილაძე ნუ გაჩეჩილაძე მწვანეების ხელმძღვანელი გასაგებია კი ბატონო კარგით ქალბატონო დიდი მადლობა ყველაფრისათვის კლავზარია პირდაპირ ეთერში გისმენთ ბატონო ჩემო ზაზა გამარჯობა გამარჯობა საყვარელო ჩემი აზრი მინდა მოგახსენოთ შვილო არჩევნები ჩატარდა აირჩიეს მაჟორიტარები ის რაიონის სიამოვნებით ირჩევდა ჩვენს იმას და ეხლა რამდენად სწორი იქნება რომ ისინი გადაყვანილი იქნენ მინისტრებად და ეს რაიონები დარჩნენ ისევ არჩევნებს ჩასატარებლად მერე მეორე წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენი პარლამენტი როგორ შესუსტება იქედან როგორი ენაგზელები არიან ხომ იცით თქვენ და აი ეხლა ეს ხალხი რაც დასახელებული იყო ყველა თუ თანამდებობებზე დაინიშნენ ну არ ვიცი მაგი კი არა მე მგონი 1-4-5 აი ჩიორა თაქთაქიშვილი რაღაც მინისტრად დანიშნოს და მერე ერთ თვეში მოხდეს და გააგზოს და ამით პარლამენტიც განიწმინდება აი ესეთი გზებიც უნდა გამოვნახოთ ჩვენ მე ასე მგონია ხო საინტერესოა კარგით ქალბატონო თქვენ ვის შემომთავაზებთ აი თანამდებობებზე კონკრეტულად ვის პარლამენტარები არ დაჩაგრონ იმათმა ყველას უგრძელესი ენა აქვს ნამუსი არ აქვს და არ შეიძლება აქ შესუსტება პარლამენტის მე ასე მგონია და მაგის შეიძლება 6 თვის მერე 7 თვის მერე გადახალისდეს და რო დაწნარდება ქვეყანა მერე დაინიშნონ სხვა თანამდებობებზე და აი თქვენ ვის შემომთავაზებთ მინისტრების პოსტებზე არ ვიცი ახლა დანარჩენს მე ვერ დავიწყებ რა თქმა უნდა ჩემი აზრი მაგ სესიაშვილი გადასარევი თავდაცვის მინისტრი იქნება თავდაცვის ხო ყველაფერი მაგრამ იცით ეს ცოტა ზედმეტად მიმაჩნია ჩემი წუხილი არის რომ პარლამენტი მქონდეს რაც შეიძლება ძლიერი და 1-2 დანიშნოს იმათი რომ მე გააპანღუროს და ადგილები გაანთავისუფლოს პარლამენტში კი ბატონო აბა დიდი ბოდიში თუ რაღაც არასწორად თქვა. როგორ გეკადროთ ყველაფერი საინტერესო იყო თქვენი ნათქვამი დიდი მადლობა. ერთიც კი არის რომ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ რამდენიმე დღიანმა სამთავრობო ვაკუუმა ქვეყანაში ქვეყანას ეს არ იმოქმედებს კარგად არც ქვეყნის საშინაო სიტუაციაზე და არც საგარეო სიტუაციაზე მე ესე ვფიქრობ. ნუ ალბათ ესეც არის.
მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება ღირსეული კანდიდატებით მეტად საშუალო საქმეა და სასწრაფოდ გასაკეთებელია. ამიტომაც თქვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ხართ, ზარია პირდაპირ ეთერში გისმენთ ბატონო? ალო. გისმენთ ქალბატონო? მოგესალმებით. რა, წელი საათი ლაპარაკობენ და ვერ გამოვედი, ერთი და იგივე გამოდიან. სოსო მანჯავიძემ რა დააშავა, გენაცვალე. სოსო მანჯავიძე. ნამდვილად ვიცი რომ არაფერი არ დაუშავებია სოსო მანჯავიძე. განათლებული, კულტურული, ძალიან კარგად მოძრაული, ქალაქის მერად მაინც აღარ გაუშვას კაცო. ეგ ბატონო ბიზნესმა უნდა გადაწყვეტს, ჩვენ შევთავაზოთ. შევთავაზოთ ქალაქის მერად. წესიერი კაცია ის, პედალასებს ხელი გაარტყა, ოქროს კაცია, მაგის მარჯვენას მენაცვალე და მარცხენასაც. თანამდებობა უნდა მივცეს, ერთმა არ დაასახელა, დაივიწყეს ასეთი კარგი და დღეს ბევრჯერ დაასახელეს დღის განმავლობაში ბატონის სხვადასხვა. მანჯავიძე? კი, იყო რამოდენიმე სხვადასხვა აზრი. ისმენდი და ვერ მოვისმინე და ძალიან კარგი რომ თქვენ ამბობთ. ვამბობ კი არა, ასჯერ ვიტყვი ვერ გამოვდივარ კაცო. ლოგინიდან ავამწყობი კალი ვარ, სულ ვისმენ მაგას და სოსო მანჯავიძეა საუკეთესო ვაჟკაც. მაგას ვერ ნაცვალე. სხვებს ვის გვეტყვით კიდე ქალბატონო? ბატონო, სხვა სამინისტროებზე ვის შემოგთავაზეთ? რა ვიცი ბატონო, იმდენი თქვენს რომ მე ყველას არ ვიცნობ იმას. მე 80 წლის ქალი ვარ, ახალგაზრდა დაასახელოს. მოწინავე უნივერსიტეტის ლექტორი კიდე უნივერსიტეტიდან უნდა აირჩიონ. მე მაგალითად როინმეტრეველი კი იყო მაგათარ, მაგრამ ძალიან კაი კაცია. როინმეტრეველი რა ვიცი აბა. თქვენ ფიქრობთ რომ როინმეტრეველის დაბრუნება არ იქნებოდა თქვა ცუდი უნივერსიტეტისთვის და მის თქვა არ იქნებოდა ხო ცუდი თქვენ ამას ვთქვით. შემთხვევაში საის რა ქვია, წიგნები არ მოუპარია და არავისთვის აბეი დაუშვა. ძალიან კარგი კაცია. როინმეტრეველი იყო და ეხლა მე არ ვიცი თვითონაც თუ მოისურვეს დაბრუნება. ხო, აქ ეს საკითხი საკმაოდ სერიოზულად დგას. ისინი ვისაც უპირებს დანიშნოს ბატონი ბიზნე ივანიშვილი თანახმები იქნებიან კი ამ პოსტებზე? კაცო, იმათ ვიღარ ეკითხება თუ გადაწყვეტს ამას ბიზინა. ამათი ის არის დასახელება, თორე გადაწყვეტა ვინცა დაინიშნება და ჩვენი საუკეთესო ადვოკატები რო ყავს. საუკეთესო ადვოკატები რო არიან ბექაური და სხვანი და სხვანი. აი სად შემომთავაზებთ თქვა ბექაურის ადგილს ატხედავთ მის ბექაურს ხედავ იუსტიციაში რა ქვია პროკურატურაში ან რა ქვია იმას იუსტიციის მინისტრის ისე მე რომ მკითხოთ კი შესაძლებელია თქვა ვაშაძე მაგრამ ეგება დაეტოვათ არ არის ვაშაძე მე რამდენადაც ვიცი ელჩია ამერიკაში ხო? არ ვიცი სად არის მოკლედ და ეხლა ვინც არის რა შავა მე მაგას თუ საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის წინამძღოლში არც კი ვიცი წესიერ თქვენ რო იცოდეთ შეიძლება უცილებლად სალომე ზურაბაშვილის რო გაიზახიან ცოტა ტაქტიც უნდა კონდეს გავს ტაქტი გასაგებია მაგრამ მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში პარტიის წევრი და შეიძლება თქვა ძალის წევრის დატოვება რამდენად სწორი იქნება მისი დატოვება თქვა ნაციონალის დატოვება პოსტზე ისევ ის რომ იხლა იმდენად დიდი პროფესიონალი იყოს რომ უმისოთ საქართველოს ბედი ვერ წყლებოდეს კი ბატონო დაგეთანხმებოდით მაგრამ არ ვიცი ხოლმე ვაშაძე რამდენად დიდი ფიგურა არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაშაძე არის კულტურული კაცი ელეგანტი ეს რა თქმა უნდა კულტურული კაცი არ ნიშნავს პროფესიონალს არაფერი არ დაუშავებია ისეთი და თუ თავის თანამდებობას ნორმალურად განაგებდა ეს უკვე ხალხი თქვენ ქალბატონო როგორ ფიქრობთ დანაშაული არ არის როდესაც მაგრამ რა დაფარავს ციხეებში პარტიებს დაბებდე რა იქნა საგარეო რა იქნა ერთია და რომ ეთქვა ეგ მეორე რომ ხოშტარია დამნიშნეს ხოშტარია მოღალატე იყო ჩვენ გოგონა კაი იყო მე ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და დავიდა და რუსეთში ჩადიოდა რომ გავუშვებდი ჟუბაჩკები ჩამოქონდა და საქმეს არ აკეთებდა კარგით ქალბატონო თქვენი ეს მოსაზრებას რა თქმა უნდა საყურადღებო არის ჩვენთვის პატივსაცემი მისაღები კაცი ძველი ეგ არის პროკურორად შეიძლება კარგი იურისტი უნდა დაინიშნოს ვინ მაგალითად აბა იქნებ მითხრათ გენერალური პროკურორად ვის ფიქრობთ
ეხლა მე არ სხვების დონე ეხლა მე ამახსაკის ქალი ვარ ნაკლებად ვიცი, მაგრამ რა გენერალური პროკურორის როლს შეასრულებს ბექაური თელი პატიმრების სახელმწიფოს და ყველა ტანჯა გამოვლია ქავთარაძეს კი ქავთარაძე კი არა რაგვარია მეორე ციხეში მუშაობდა სამავიწყო ციხეში მუშაობდა აფციური კი ბატონო, ეგეც ადვოკატია უძლიერესი. აი, პასუხს მგებერ თანამდებობაზე ეგეთი უნდა დანიშნოს. მე ბრძოლი და აქტიური ხალხი არიან. იციან როგორი პატივისცემა უნდა და როგორი წინააღმდეგობა უნდა ყველა საკითხს. და ჩამოყარეს ვის ამოწევს 100 ჯერ დარეგეს პირველად დავრეგე და სოსო მანჯავიძე მინდა კარგი მინისტრი იქნება, კარგი მინისტრი, გაგებული წესრიგის დამცველი და ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის. კარგად ბრძანდებოდი, გამოჯამთელებას გისურვებთ. აი, ასე და ამრიგად ძალიან საინტერესო შემოთავაზებებია, ძალიან საინტერესო აზრები არის ხალხში. სხვადასხვა აზრები მუსირებს, საშინლად არ უნდა ხალხს მოეწრებათ რაც უსმენ და უყურებ მიმინოშვილი რატომაც არ უნდა არანაირ მინისტრად არა თუ ახლა სხვა რა მინისტრად უნდა მოიაზრებოდეს კიდე განათლების მინისტრის გარდა. ძალიან დიდი მოთხოვნილება არის საქართველოს დავდაცვის სამინისტროში ცესიაშვილზე ხალხის მხრიდან. ძალიან დიდი მოთხოვნილება არის. ასევე ფინანსთა მინისტრად ან რა ქვია ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ჯავახიშვილი. საინტერესო არის კიდე გიორხელიძე რატომღაც რადამ ამ იმაში რა ქვია სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორხელიძე თოფაძეც იგივე რაოდენობით დაასახელეს. ხო, სხვა შორის ოკუპაციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახილების ავტომობილთა მინისტრად დაასახელეს ფაცაცია, რომელიც დღეს განთავისუფლდა. ბურჯანაძეს თავაზობენ ევროპასთან ურთიერთობის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პორტფელს ჩვენი ხალხი. ხო, ციხის უფროსების ძალიან მომეწონა ციხის უფროსების დანიშნვის საკითხი ეს როა წამოწიეს, ესეც საკვანძო თანამდებობებია, აქ გითხრეს ცაგურია და ჯიშკარიანი. მართლაც საინტერესო იქნება ეს ორი ადამიანი ამ პოზზე, იმიტომ რომ მაგენმა ნამდვილად იციან როგორ უნდა მოიქცენ ამ შემთხვევაში ციხის უფროსება თუ დაინიშნება. რამდენად უნდათ ესმათ ეს მეორე საკითხი არის. პირდაპირ ზარია სკაიპით გისმენთ ბატონო თქვენ ეთერში ხართ. მოგესალმებით გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო. ეხლა საუბარი იყო ვაშაძეზე, რომელ ვაშაძეზეა საუბარი, ხო ვერ მეტყობთ? ყველა ვიცით რომელი ვაშაძეზე იქნებოდა საუბარი. საგარეო საქმეთა მინისტრი. დიახ. საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებულებით ყველა საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი დარჩა ხმის მიუცემელი. კი ბატონო. დანაშაული არა აქვს ვაშაძეს. გეთახმებით. დანაშაული აქვს, ეგეთ დანაშაული ბარეულს არა აქვს, კიდე მაგ. გეთახმებით. რას ქვია ვაშაძეს დანაშაული და ხალბატონო უბრალოდ არ იცოდა. რა ის კულტურული კაცია ვაშაძე? ვაშაძე არის ერთ-ერთი რუსეთის აგენტი სააკაშვილის მთავრობაში. კი ბატონო. თქვენ მინისტრების ვაშაძის დატოვება, რაც შეეხება მიმინოშვილს. კი ბატონო. მიმინოშვილი არის ერთ-ერთი შემოქმედი საქართველოს განათლების საერთო დაშლა დანაწევრების და დანგრევის. როგორ შეიძლება მიმინოშვილის მან დანიშნა, ხო შეიძლება ეხლა ტექნიკური რაღაცები შეუძლია და პროფესიონალია და რაღაცა. მიმინოშვილი არის ისეთი პროფესიონალი, რომ შეუძლია დაანგრიოს კიდეც, მაგრამ შეუძლია რაღაცები გააკეთოს, მაგრამ როგორ მიმართულებას მიცემ? მიმინოშვილის მანდატოვება, რა ვიცი, მე პირადად ჩემი აზრია ესე. მინისტრად ყოველ შემთხვევაში არ ფიქრობთ. ხო, მინისტრად როგორ შეიძლება? ხო, აი ვის ფიქრობთ მაგალითად განათლების მინისტრად? გიანოდია დანიშნონ, ბარე, გიანოდია. გიანოდია? დანიშნონ, რაღაცა რამ გადაწყვეტა. გაწყვეტა ახლა არ ვიცი რომ თქვენი აზრი მე თქვენი აზრი მაინტერესებს ვინ გინებავთ? აღარ ისმის. არეულობა ამან. სკაიპს უჭირთ ცოტათი ეთყობა. კარგით ბატონო. ხო, ის მოსაზრება რომ მიმინოშვილი არავის არაფრით არ უნდა გასაგებია. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, ზარია პირდაპირ ეთერში. გისმენთ ბატონო ჩემო. ალო ბატონო ზოზე გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო. ეხლა მე მინდა გასემოვნოთ თქვენ. სოფლის მეურნეობის მინისტრად პატიაშვილი ჯუმბერი. სოფლის მეურნეობის მინისტრად პატიაშვილი ჯუმბერი. თქვენ ხო ის გინდოდათ? მე? ხო. მე მინდოდა პატიაშვილი ჯუმბერი? ხო.
მე არასოდეს არ მომწვი აზრად რომ საერთოდ პატიაშვილი ჯუმბერი. მე რატომღაც ესე ჩავთვალე. არ ვიცი. არც გავხსენებია სიმართლე გითხრათ ჯუმბერ პატიაშვილი კაი ხანია. არა, ძალიან მუშა კაცია. კი, რომელი კაცია, კი ბატონო. ხო და რა მინდოდა მე თქვა იცი ბატონო ყურადღებით გისმენთ. მე ურჩევდი ბატონ ივანიშვილს ვიდრე დანიშნებდა მინისტრებას არა? ლუსტრაცია ჩაუწაროს რა ყველას რა. აი მას ურჩევდი ბატონ ივანიშვილს რა. იცით საქმე რაში არის? ეს ალბათ საჭირო საქმეა, რასაც თქვენ იძახით, მაგრამ ძალიან სერიოზული სამთავრობო ვაკუუმი შეგვექმნა ქვეყანაში. ძალიან სერიოზული პრობლემებია და თუ დროზე არ ჩამოყალიბდა მინისტრთა კაბინეტი, არ დაიწყო მან მუშაობა, მე მერწმუნეთ რომ არ იქნება ეს კარგ შედეგებამდე არ მიგვყავს არც საშინაო პოლიტიკაში და არც საგარეოში. ხო, გასაგებია, მაგრამ ჯობდა უცნობი ხალხი რომ წამოგვიყენებია რა. კი ბატონო, აი თქვენ თუ იცით ვინმე ისეთი, რომელიც არ არის ცნობადი სახე, მაგრამ არის პროფესიონალი თავის საკითხში, რომელიმე სპეციალობაში და მინისტრად ღირდეს მისი დანიშვნა. გითხარით ბატონო, მივცეთ ბატონო ბიზნეს რჩევა, დღეს რჩევების საღა მოგვაქვს და დილას გადაწყვეტს ეს კაცი ყველაფერს და მოგვახსენებს და გვეტყვის. აი განათლების მინისტრად. კი ბატონო. წასulis მიუხედავად არა? კი ბატონო. ნუ მაშინ ყველა ზედა უცნებობდა რომ ჩემი შვილი კგბ-ში რომ მუშაობდა, თუ კაცი დადგებაო რა და დედაჩემს არ უოცნებია. ხო, არა, იყო ეგეთი მოდა რა. იყო, შეიძლება, კი ბატონო. კგბ-ში რომ მუშაობდა, კაცი პატივცემული იყო რა. კი ბატონო. ხო და ნუ ხა რატომ მოყევი რა? დიახ. ყოველგვარი ლუსტრაციის გარეშე ღვინჯილიას დავნიშნავდი განათლების მინისტრად, იმიტომ რომ პატრიოტია და საქართველოს უყვარს და კი ბატონო, იყო ესეთი აზრი. ჩემი თავი. კი ბატონო, სხვა რა შემოგთავაზებთ კიდევ ბატონო ჩემო? ხო, პატიაშვილი ხო თქვი? კი ბატონო. ხო, ქალბატონი ირმაინაშვილი და ბატონი თანხმოურავი და სოფომაჯავიძე არ იკადრებენ მინისტრობას. ვატიაბავი რო ვიცი. ისინი სადაც არიან და როგორც არიან, ისე უნდა იყვნენ და საჭირო ხალხია. გამგვადგებიან ესენი კიდე ბევრამეში. და ისა კიდე ბატონის როგორ მოვიწდება გოე, გასო დღეს რომ გადაცემა უნდა აიყვანოს ხამის. ბონდო მძინარაშვილი. ბონდო მძინარაშვილი შემოულოს ჩემი თავი. ხო. ხო და აი კიდე რა მინდა ვთქვა, ესე იგი ჯანმრთელობის მინისტრად არც ერთ შემთხვევაში საგანელზე არ უნდა დაინიშნოს, იმიტომ რომ მასთან მომუშავე სანტეხის ველაპარაკე და ძალიან ცუდი კაციაო, შმოტიაო რა. და აბა ვის იგულისხმებთ თქვენ ჯანმრთელობის მინისტრად? აი მაგი არ ვიცი, ესე იგი მედიცინაში ცოტა ვერ ვერკევი რა. კი მაგრამ საგანელზე არა. თავდაცვის მინისტრად არც ერთ შემთხვევაში სესიაშვილი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ სესიაშვილს მე რომ შეიქმნა ქართული ოცნება, კითხვა დაუსვი ეთერში რომ კილოგრამ გაჩვენებში რომ ღებულობთ მონაწილეობას საყოველთაო აღწერა ჩატარებული საქართველოში არ იმეთქი რა. რა შუაშია საყოველთაო აღწერაო რა. ნუ ესე იგი აზრი არ არის არც პოლიტიკაში და მაშინ ვინ? აი ისა აი რო გითხრათ ჩამოყალიბებული არა ვარ და ესე იგი ძალიან ბევრი თქვენი ხალხი ყავს სამხედროები რა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ხალხია კი ბევრი ყავს არა ყავს ცოტა ჩვენ კარგი სამხედრო პირები ყავს და თქვენ კარგად იცით აი თქვენ დამოაყენეთ და მე მგონი გაიგებს რა ბატონი ბიზნესა კი ბატონო დიდი მადლობა მოკლედ და ასე შემდეგ ასე რომ ჩვენ უნდა ალბათ შევაჯამოთ ეს ყველაფერი და მე მინდა თქვათ გითხრათ რომ ესე იგი ასეთი საკითხი დგას საქართველოს თავდაცვის მინისტრად უმეტესობამ დაასახელა სესიაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრად ამ შემთხვევაში ხმათა უმრავლესობით ლიდერობს ქალბატონი წოლუკიანი ну აქ დიმიტრი ლორქიფანიძეს იყო გაჟღერებული და ბესელია ეკას და ქალბატონი კეთი ბექაურიც მაგრამ წოლუკიანი ლიდერობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად იყო ესეთი ვარიანტები შინაგან საქმეთა მინისტრად იზორია ბესელია წოლუკიანი ну ბევრი იყო აქ უფრო ძნელი არის სათქმელი ზარია კლავ ეთერში გისმენთ მოგესალმებით ძალიან მოკლედ ქალბატონო იმიტომ რომ სულ ერთი წუთი დაგვრჩა დიახ აი მიმინოშვილი არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ გარემოს შეგრძნებას კი არ აქვს შლოპანცებით და ეს გასაგებია სარაფანის დახდით ეს იგი განათლების მინისტრად აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული ადამიანი ასეთი არის მანანა ნიკოლაიშვილი კი ბატონო კულტურის მინისტრად მენანება ძალიან რობი კოსტუროა მაგრამ ყველაზე კარგი იქნებოდა
უბრალოდ ეს ისე იმხელა შემოქმედია რომ მინისტრობაზე მაგის დახარჯვა სოდოა მისი დახარჯვა კი ბატონო და აუცილებლად არავითარ შემთხვევაში მინდია უგრეხელიძე იმიტომ რომ არაჩვეულებრივ მიმიკრია შეუძლია და მშვენივრად ახერხებდა ყველა მთავრობასთან ეგ არა და მე მინდა გვენეტაზე მაგრამ გვენეტაზე კი ბატონო მაგალბატონის რომელიც იმ მთავრობასაც აუხდა და ძალიან კარგი პიროვნება და კარგი პროფესია. ხალბატონო, ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ. ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. უკაცრავად უნდა გავთიშოთ ზარი და დავამთავროთ ეს გადაცემა. მე ერთს შეგახსენებთ, რომ დღეს ღამის ეთერში ჩვენი წამყვანი ბონდო ბძინარაშვილი და წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი ბატონი სოსო მანჯავიძე 2 საათის განმავლობაში შეაჯამებენ დღევანდელ ჩატარებულ ინტერაქტივს თემაზე ვინ გვინდა ჩვენ მინისტრებად და გთხოვთ აუცილებლად უყუროთ ამ გადაცემას მეტად საინტერესო გადაცემა იქნება და დიდი მადლობა ყურადღებისათვის გემშვიდობებით